რიჟამ აიწყვიტა მოკლედ. მადუროსკამი გაციებული არ იყო, აქეთ ტანკერები დააკავა, იქით ნავთობის ხელშეკრულება გააფორმა, რაღა პუტინმა ყიდო შავ ბაზარზე ეს ნავთობი, ბარემ მე გავყიდი ღია ბაზარზე და ცოტას ვენესუელებსაც მივცემო. ისინიც კიდე ბედნიერები არიან, სულ არაფერი 25 წლიან დიქტატურას დააღწიეს თავი და ეხლა შეიძლება შიმშილსაც დააღწიონ, ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, განვითარდნენ რაღაცა წინ წავიდნენ. ევროპელები ამაზეც აღშიფოთდნენ. მაგათმა კიდე ვერ ისწავლეს, რომ დიქტატორებთან, არალეგიტიმურ მმართველებთან, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ფეხებზე კიდიათ, რამე შეთანხმებასაც ყოველთვის დაარღვევენ და მარტო ძალის ენა ესმის, არ შეიძლება სულ დიპლომატიური საუბარი. ევროპელების პოზიცია კიდე თუ შეიძლება როგორღაც გაიგო ადამიანმა, რადგან მათი პოლიტიკა და იდეალები დამყარებულია საერთაშორისო სამართალზე, ადამიანის უფლებებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, ისეთებმა დაიწყეს საერთაშორისო სამართალზე ლაპარაკი და ტრამპმაო ვენესუელის სუვერენიტეტი დაარღვიაო, რუსეთს რომ ჩვენი 20% აქვს ოკუპირებული და ჩვენი სუვერენიტეტი დაარღვია, მაგაზე რო არასდროს ხმა არ მოუღია, პირიქით, მაგას ეძახის მეგობარს ვიღაცამ გადამრჩენელიც დაუძახა, რუსეთის ძალით იმუქრება მთელი თავის ცხოვრება ყველას მიმართულებით, ამას გიზავთ, იმას გიზავთო და ეხლა გაახსენდა საერთაშორისო სამართალი და თურმე აღელვებს ვენესუელის სუვერენიტეტი. აი ჩემთვის როგორც ქართველისთვის ხო, რუსეთს თუ ვინმე კისერს მოუგრიხავს და დაასუსტებს, ეგ გამიხარდება. ვიღაცებს რატო არ ესმით ეგ არ ვიცი, მაგრამ ეგეთი ხალხი მერე სხვას რო ეძახიან გაყიდულებს და დახელფასებულებს. რა ვიცი. ზოგიერთება კიდე ვერც ტრამპს რო ვერაფერი გაუბედეს და აქეთ პუტინს არ აწყენინონ, ისევ ევროპას აგინებენ. მაგათი ბრალი ყოფილა თურმე ყველაფერი, რაც კი მსოფლიოში უბედურება ხდება, იქ ყოფილან უბედურების უბედურები. მოკლედ საგიჟეთია რა. და ის 9 პარასკევა რიჟა კიდე რას სიგიჟეს მოიფიქრებს, კაცმა არ იცის და მოკლედ 2026 ან რაღაცებს დაალაგებს, ან კიდე ძალიან შარში ვართ.